მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუგრი შოშიაშვილი გახლავართ. სულ ახლახანს დაიწყო კონფლიქტი, ესე ვთქვათ, დაიწყო თუ გრძელდება კონფლიქტი, მეორე საკითხია, მაგრამ ისრაელმა განახორციელა, ესე იგი, დივერსია ირანში. მოკლულია რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო, ასევე მოკლული არის ბირთვულ იარაღზე მომუშავე მეცნიერებიც. საპასუხოდ ირანმა დარტყმები განახორციელა ისრაელის მიმართულებით და დღეს ყველა ელოდება გარკვეულწილად დაძაბულობას ტრამპის განცხადების შემდეგაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ აი კონფლიქტი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მას აქვს რაღაცა ეტაპები და ზოგადად ებრაელ ხალხისა და სპარსელი ირანელების ურთიერთობა, სპარსელების ურთიერთობა საკმაოდ ძველი ურთიერთობაა, ძალიან დიდხნიანი ისტორია აქვს და ეს არ იყო ყოველთვის ნეგატიური. პირიქით, უფრო მეტად ეს იყო პოზიტიური ვიდრე ნეგატიური. მოკლედ, ამ ურთიერთობებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი, პირველში ირანის სპეციალისტი ბაკო ხელაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ვისაუბრებთ, როგორც თანამედროვე კონფლიქტზე, ისე ზოგადად ისტორიაზეც. გამარჯობა პირველ რიგში. გამარჯობა. მოდი დავიწყოთ რაღაცნაირად რაღაც ისტორიას მივუყვეთ. პირველ რიგში ვიცით ჩვენ რომ ებრაელები იყო გადასახლებული ხალხი ნაბუქოდონოსორის მიერ, ეს იყო ბაბილონის მეფე და როდესაც სპარსელებმა, კიროსმა დაამარცხეს ბაბილონელები, დაიპყრეს ის ტერიტორიები, რაც ადრე ბაბილონის იმპერიის შემადგენლობაში იყო. სპარსელები იყვნენ ის ხალხი, რომლებმაც ებრაელები დააბრუნეს საკუთარ სამშობლოში. და იდეაში რაღაც ეს ისტორიული რაღაც სიკეთე, რაც სპარსელებმა გაუკეთეს ებრაელებს, უნდა ქონოდათ რაღაც მენტალობაში დარჩენილი. შემდეგ იყო ალბათ შაჰის პერიოდი, მოდი თანამედროვე უსვათ მოწყვლეთ და თანამედროვეში გადავიდეთ და შაჰის ირანის იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელიც აღიარა ისლამურ სამყაროში, რომელმაც აღიარა ისრაელი და საკმაოდ დადებითი ურთიერთობა ჰქონდათ ირანსა და ისრაელს შაჰის პერიოდში. მაგრამ მერე იწყება უკვე ისლამური რევოლუცია და იცვლება რადიკალურად აი ეს ისტორიას და ეს ურთიერთობებიც. რატომ ხდება ეს, რატომ იცვლება აი თვითონ ისლამურ რევოლუციონერებს რა შეჭირდებოდათ ეს ცვლილება და რა მიზეზი ჰქონდა უკეთ მაგას? ხო, მოკლედ ირანულ სპარსულ ებრაული ურთიერთობები თითქმის იმდენივე წლისაა, რამდენიცაც თვითონ ირანი, სადღაც 2500 წლის. და როგორც უკვე თქვი, მე მგონი ძირითადად უფრო პოზიტიური იყო. იყო იქ რაღაცა პერიოდები, რაღაც პოგრომები. მაგრამ ეს პოგრომებიც არ იყო რაღაც ისეთი მასობრივი ან რაღაცა, ანუ მოკლედ არასდროს არ მივიღია ის სახე, რაც სიტყვაზე იყო ან ესპანეთში ან შუა საუკუნეების ევროპაში. პირიქით, ანუ ესე იგი, ანუ მანამდეც, ანუ პრეისლამურ ირანშიც და უკვე ისლამურ ირანშიც ებრაელები საკმაოდ ძლიერი თემი იყვნენ, კარგად წარმოდგენილები. ანუ კარგი თანამდებობებიც ეჭირათ, კომერციაში კარგად იყვნენ, ხელოსნობაში, ხელოვნებაში და თითქმის ვიტყოდი, რომ აი ისეთივე ურთიერთობები ჰქონდათ, ალბათ რაც ქართველებს და ქართველ ებრაელებს ჰქონდა დაახლოებით. და აი ზუსტად ეგეთივე რაღაც პოზიტიური დამოკიდებულება იყო ერთმანეთში. რაც შეეხება უშუალოდ შაჰის პერიოდში უკვე ეს კარგი ურთიერთობები, რაც ისტორიულად ჰქონდა ამ ორ ერს, უკვე რაღაცა პოლიტიკური სახე მიიღო, მაგრამ ეგეც იყო ისეთი, ბოლომდე ღიად არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ თქვა შაჰს ჰქონდა ამის რაღაც გრანდიოზული იდეები აწუხებდა, რომ ირანი რაღაც უნდა დაბრუნებულიყო თავის პრეისლამურ ფესვებს და რაღაც ის დიდებულ რაღაცებს აწყობდა, რომელიც რაღაცნაირ სენტიმენტებს წევდა ძველი სპარსეთის. მაინც ანგარიშს უწევდა ხოლმე თავის ისლამურ თემს შიგნით, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი იყო ეს ისლამური ძალები ყოველთვის ირანში და ასევე ანგარიშს უწევდა ხოლმე რეგიონში ზოგადად ამ სხვა ისლამურ ძალებს.
და ამიტომ არ აღიარებდა სახელმწიფოს, ანუ ისრაელის სახელმწიფოს როგორც ასეთი. და მასთან არ ჰქონდა შესაბამისად დიპლომატიური ურთიერთობა. თუმცა ამის მიუხედავად ირანსა და ისრაელს შორის იყო ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, იყვნენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები. მათ შორის ისეთ სფეროში, ეკონომიკაზე რა თქმა უნდა, მაგრამ ეს პარტნიორობა და თანამშრომლობა გადადია სამხედრო სფეროში და უსაფრთხოების საკითხებშიც. კი, უშიშროება რაც იყო, შაჰის უშიშროება, რომელიც ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებდა ხოლმე კრიტიკას ადამიანის უფლებების მხრივ. Ну, როგორც ვიცით, მის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს მოსადის მოკლედ თანამშრომლებმა. და ეს ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, ხდებოდა, მოკლედ როგორც ხდება ხოლმე ორი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურს შორის თანამშრომლობა. და პრინციპში, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა იქამდე, სანამ არ მოხდა ისლამური რევოლუცია. თუმცა რა ხდება ისლამური რევოლუციის პერიოდში? ისლამური რევოლუცია არ იყო ესეთი, წმინდად ანტიებრაული, ეს იყო ანტიისრაელური იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ირანს ჰქონდა იმისი ამბიცია, რომ ყოფილიყო ლიდერი ისლამურ სამყაროში და რომ ყოფილიყო ლიდერი ისლამურ სამყაროში, უნდა ყოფილიყო პაპზე უფრო მეტად კათოლიკე, როგორც იტყვი. ყველაზე მეტად ისლამისტური უნდა ყოფილიყო და ამ დროს ყველაზე ისლამისტური ტრენდი ეს იყო პალესტინის დაცვა და პალესტინელების უფლებების დაცვა. ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი. ეხლა მეორე საკითხი რაც იყო, სადაც კონფლიქტში მოდიოდა ისრაელის ინტერესებთან, ეს არის მოკლედ იმდროინდელი საგარეო დოქტრინა ირანის, ისლამური რევოლუციის ღირებულებების ექსპორტი სამეზობლოში და პირველი სადაც დაიწყო ამის განხორციელება იყო ლიბანი. იქვე ისრაელთან ყურისძირში. და აი აქედან დაიწყო ეს ყველაფერი და ეს მტრობა. და დღესდღეობით მივედით აქამდე, სადაც მივედით, რომ ჩვეულებრივ, ცხელი ომი არის, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ტერიტორიული სიშორი არის, თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები აძლევს ამ ორ ქვეყანას საშუალებას, რომ იქნება ეს საჰაერო თუ სარაკეტო ტექნოლოგიების გამოყენება ერთმანეთში, ესე იგი, კინეტიკურად იომონ რა. მათ არის ერთი რაღაცა საინტერესო, რომ თვითონ მოდი ესე ვთქვათ, ირანი ეს არის შიიტური ქვეყანა. როდესაც ისლამის გავრცელებაზე არის საუბარი, აქ ალბათ იმაზეცაა საუბარი, რომ სუნიტური სახელმწიფოებიც უნდა მოაქციონ, ესე ვთქვათ, შიიტებად აქციონ, ხო? და მეორე ესეთი, მნიშვნელოვანი შიიტური სახელმწიფო გეოპოლიტიკური მნიშვნელობით არ არსებობს, ხო, ირანის გარდა. ირანია ერთ-ერთი. არსებობს რაღაცა დაჯგუფებები კი იქ რაღაცა დაჯგუფებები, რომლებსაც რაღაც შეიძლება პატარა რეგიონში რაღაცა გავლენები აქვთ, მაგრამ აი ესეთ რო რაღაცა მასშტაბური გავლენები ქონდეთ, თუ კი მაგალითად ეხლა იქ სუნიტებში არის თურქეთი, სუნიტებში არის საუდის არაბეთი, სუნიტებში არის რაღაც არაბული სამყაროს დიდი ნაწილი, შიიტებთან უფრო სხვანაირად არის, ხო, საქმე? კი, ამ ხრივაც უმცირესობაში, ისლამურ სამყაროშიც უმცირესობაში და რაღაცნაირად ირანი ჩამოყალიბდა პოლიტიკურადაც და რეგიონალურადაც ერთგვარ შავცხვარად. ცდილობს თუ არ ცდილობს თუ როგორც არის, გამოდის ისე, რომ ყოველთვის თავის თავს იქცევს უმცირესობაში. თავიდან უნდა აღინიშნოს ის, რომ ისლამური რევოლუციის წარმატება იყო ძალიან დიდი შთაგონება, მოკლედ მთელი ამ ისლამური მოძრაობების, რაც მაშინ არსებობდა, ეგვიპტიდან ავღანეთამდე და ძალიან პოპულარული იყო იმამ ხომეინი და მაგის გამოსვლები, ისეთ ელვისის სწრაფით ვრცელდებოდა რეგიონის ქვეყნებში, სუნიტურ ქვეყნებში, ძალიან პოპულარული იყო. ხო და თავიდან არ არსებობდა ესეთი დიდი განხეთქილება ირანსა და დანარჩენ ისლამურ სამყაროში. მაგრამ შემდგომ მაინც ახლა ეს შიიზმი, სუნიზმი ერთად ვერ თავსდება და იმიტომ რომ ეს თეოლოგიური საკითხები, მაგალითად, შიიზმში ეს პირველი 4 იმამი, რომელიც არის არ აღიარებენ ამ 3 იმამს, მუჰამედის შემდგომ, მიაჩნიათ რომ ესენი იყვნენ, ესე იგი, არაკანონიერი მმართველები და ეს ტახტი ხალიფას ტიტული ეკუთვნოდა ალის
და ნუ აგის გამო ესე იგი შიიზმში, ესე იგი იწევლება მოკლედ ეს პირველი სამი ხალიფა რა, აბუ ბაქრი, უსმანი და უმარი. და ნუ ეს ახლა წმინდა ხალხი არიან სუნიტებისთვის. და ნუ მოკლედ ეს თეოლოგიური დაპირისპირება. არა, ეგ ხა რატო ვიკითხე? ლოგიკურია ხო, რომ როდესაც ესეთ გარემოში ხარ, სადღაც იქ ისრაელი არის, არ უნდა იყოს შენი მთავარი ამოცანა. შენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს აგერ ერაყიას, რომელთანაც 8 წელი იომე, აგერ და მიაღწია მაგ ამოცანას ირანმა ერთხელ. აგერ აზერბაიჯანიას, სადაც გარკვეული პრობლემები გაქვს, დემოგრაფიულად აქ შენდა 16 მილიონი თურქულ ენაზე მოსაუბრი ადამიანი არის და კონკურენტი ხავს, ისტორიული კონკურენტი ხავს თურქეთის სახით, ხო? რა გინდა ისრაელში? აი ამ როდესაც ესეთი ზუსტად ის, იმის მტკიცება, რომ მე ვარ აქ ყველაზე მთავარი რა, ყველაზე დიდი კათოლიკე ვარ მე, ყველაზე დიდი მუსლიმი ვარ მე ამ რეგიონში. იმით და შესაბამისად ეს რო დავამტკიცო, მე ვიცავ, თანამედროვე ისლამის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთ ამოსავალ წერტილს, ეს არის პალესტინელი ხალხის უფლება რა, ჩაგრული მუსლიმი ხალხის უფლებებს. აქედან ეს არის ამოსავალი წერტილი. ხო, აი ნახე. აქედან დაიწყო, უბრალოდ რეალურად რაღაცნაირად ცოტა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რო შევხედოთ ამას. იმდენად არის ისრაელი, მე მგონი პრობლემა, რამდენადაც უფრო ეს შინაგანი რაღაცა განცდა და კომპლექსი იმისა, რომ შემომხედეთ, მე ყველაზე ძლიერი ვარ, მე ყველაზე მაგარი ვარ. აქედან წამოსულია რა, თითქოს აი ეგოდან წამოსული კონფლიქტი არის ეს და არა ის რომ გაცნობიერებულად რა, იმიტომ გაცნობიერებულად რომ შეხედო აბსოლუტურ ისეთ მდგომარეობაში ხარ, რომ ირგვლივ გახვევია თურქული მოდგმის ხალხი, რომლებიც არიან სუნიტები, ძირითადად დანარჩენ მხარეში არიან რაღაც არაბები, სემიტები არიან, რომლებიც არიან შიიტები. შენ ხარ ერთ-ერთი ინდოევროპული ერი ამ შუა ახლო აღმოსავლეთში და მეტნაკლებად ვისთანაც ხო შეგიძლია ბუნება რაღაცნაირად საერთო ენა იპოვო, არის ისრაელი. მაგ პოლიტიკას ატარებდა შაჰი. ამათმა პირიქით გადაწყვიტეს, რომ დაიმტკიცებინათ მე ვარ ყველაზე დიდი მუსლიმი რა, არა საუდის არაბეთი, არა თურქეთი, არამედ მე. ეგ აირჩიეს სახელმწიფო იდეოლოგიად, ეგ აირჩიეს საგარეო პოლიტიკაც. და შესაბამისად, როგორც ხდება ხოლმე, პოლიტიკაში ყველაფერი ლოგიკაზე და რაციოზე დაფუძნებული არ არის. ხშირ შემთხვევაში ხოლმე უფრო მეტად რაღაც ადამიანური ფაქტორები მოდის ხოლმე წინ და ეს მე მგონი რაღაც მომენტში ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საერთოდ ჯობია პოლიტიკის ანალიზი უფრო მეტად რაღაც ხშირ ყოველთვის არა, მაგრამ რაღაც არის ეგეთი შემთხვევები, რომ ფსიქოლოგებს და ფსიქიატრებს უფრო მივაღებთ ხოლმე. დაახლოებით 90-იან წლებში ვიღაცები რო ლაპარაკობდნენ ტაუკლარჯეთის დაბრუნებაზე, ხო, იქ ომზე თურქეთთან. ხო იყო ეგეთი ისინი და ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ ამის რეალიზაციის საშუალება რო ქონდათ ეგეთ ტიპებს დაახლოებით, ხო, შეიძლება თლაც სწორი ანალოგია არ იყოს, მაგრამ მაინც. ხო, მაგრამ აი აქ უფრო აი ეს მომენტები არის. აქ ხო, აი მოდი ესე განვიხილოთ. ირანი ამ შემთხვევაში ეხლა აი ამ ბოლო პერიოდში სირიის შემდეგ, სირიაში წარუმატებლობის შემდეგ მას გააჩნდა პრობლემები. ეს პრობლემები გამოჩნდა ბევრი მიმართულებით, აღმოჩნდა რომ თურმე პროქსი ძალები არ ყოფილა ისეთი ძლიერები და რამდენი ფული ჩაასხეს. შეიძლება სულ სხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური მიმართულებით, წასული იყო ირანული საზოგადოება უკეთესად იცხოვრებდა, ხო? და ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება. აი რატომ არაცადა, როგორ გონი, რატომ არაცადეს ირანში ამ უკმაყოფილებას, რომ რაღაცა მომწიფებული იყო და რაღაცნაირად მისული იყო საკუთარ წერტილამდე. ეხლა ხო დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ ყველა ქვეყანა ეგრეა ხოლმე, როგორც წესი, თუ კი თავს გესხმიან, მაქსიმალური ტოტალური მობილიზაცია მაშინ იწყება ხოლმე. ხო, მაგის არგუმენტი რაც არის ახლა, ჩემი არ არის, ძირითადად გაჟღერებული არგუმენტი რაც არის, ეგ არის, რომ ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვულ ბომბთან და თუ ბირთვულ ბომბს შექმნიდნენ, მაშინ მაგ ისლამურ რესპუბლიკას ვეღარ უზამდნენ, იქნებოდა და იქნებოდა როგორც
როგორც არის. ამიტომ თქვათ, შეეცადეს რომ სანამ პრევენციულად რაღაცა ვითომ შესულიყვნენ ირანში და ეგ პრევენცია გაეკეთებინა. ხა რამდენად გამოუვა პრევენცია, რამდენად საერთოდ როგორ წავა ხა ეგ პროცესი, არავინ არ იცის მაგის ტრაექტორიას, მე მგონია რომ ვერავინ ვერ განსაზღვრავს, იმიტომ რომ ხა გვახსოვს რაღაცა უკვე განვლილი კონფლიქტები, ძალიან შორსაც რო არ წავიდეთ, აგერ ახლო აღმოსავლეთში აი აქვე უკრაინაზე რო ვილაპარაკოთ, როგორც კი დაიწყო ომი, გვახსოვს ხო, ანუ ყველა მხრიდან რაღაც რუსები და თქვა პრორუსული ძალები იძახოდნენ რომ აი ორ კვირაში კიევს იღებდნენ. ამერიკის ალჩოი ამბობდა. ხო, ნუ რაღაცა ხო იყო ეგეთი იდეები, რომ რაღაც რუსეთი ესე იგი მალევე რაღაცა აი ბლიცკრიგს მოაწყობდა და უნდა აიღო კიევი და რაღაც და მეორე მხრივ რაღაცა ლაპარაკი იყო, რომ პირიქით ხა აი რუსებს მოკლედ მეზარბაზნები არ აყავთ და всё, ეხა დღე-დღეზე მოსკოვს ვიღებთ, მაგრამ ანუ რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ არც ერთი პროგნოზი არ გამოჩნდა რა. სწორი და რაღაც გაიჭედა ეს კონფლიქტი და დიდი მსხვერპლია, უკვე მე მგონი მილიონს გადაცდა, ხო? როგორც ვიცი. ზუსტად არის. ხო, უკვე ძალიან რთული არის მაგაზე. რიცხვები არის და ნუ ფაქტი არის, რომ დიდი ტრაგედია, ანუ ადამიანები იღუპებიან ყოველდღიურად და არავინ არ არის ისეთი, ვინც ამ კონფლიქტში შეაჩერებს, ანუ. ხო და ეს ამ სოფლიო დაახლოებით რას. ამიტომ რავი, ანუ რაღაცების განსაზღვრა წინასწარ დაგეგმა როგორც განვითარდება კონფლიქტი, ანუ მე მგონი ესეთი რაღაცა არ არსებობს რა. მე აი იმის მიუხედავად რომ ვიუწერე რომ არ ვამეთქ მაგ იმის რეგიონის სპეციალისტი, მეთქი მაინც ჩამწერეს ერთი ტელე კომპანიიდან ესეთი რაღაცა თქვი, არ ვიცი, ესე იგი რამდენად ეთანხმები. ტრამპის ეს განცხადებები როგორ შეიძლება აიხსნას რა. ხა ეს რო ძალიან შეაქოდა, ძალიან ესე იგი ხარი დაუჭა. პრაქტიკულად აღიარა რომ ისრაელს. ხო, ისრაელს. რავი, ანუ ამერიკელები თამაშობენ წავუგებელ თამაშს რა. აი ვეთქვი რომ ესე იგი ტრამპის შემთხვევაში ტრამპმა დიდი დაპირებების მიუხედავად ვერცად ვერ შეასრულა თავის საკუთარი დაპირებები, ვერც უკრაინაში არ შეწყდა, ვერც გრენლანდია ვერ შემოიერთა და კანადა, ვერც ინდუსტრიები ვერ დაებრუნა, ვერც ანუ წარუმატებლობაზე აქვს, მაგრამ თუ კი მას ირანი გამოუვა, ის შევა როგორც ერთ-ერთი წარმატებული რაღაცა პრეზიდენტი. მაგრამ მან ხო ძალიან დიდი თუ არის. და თან ძალიან სარისკო თუ, იმიტომ რომ ამერიკის მოსახლეობას უკვე ბოლო წელიწადში ახსოვს რამდენიმე დიდი წარუმატებელი სამხედრო კამპანიები, რომლებმაც მოიტანა 3 თუ 4 ტრილიონიანი ხარჯი, ძალიან ბევრი სიკვდილი ამერიკის მოქალაქეების, მათ შორის მოკლედ ძალიან ბევრი დანაკარგები მოიტანა და ბოლოს ანუ იჯდნენ 2021 წელს და სერიოზულად ანუ განიხილავდნენ იმას, ანუ საწავიდა ამდენი ფული, საწავიდა ამდენი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ანუ შედეგი რა იყო ამ ყველაფრის. და ეხლა ამის ფონზე წამოიწყო რაღაცა კიდევ ახალი სამხედრო კამპანია თან ისეთ ქვეყანაში, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ის ორი ქვეყანა იმ დროს იყო ერთად აღებული და ბევრად უფრო სარისკო არის მე მგონი რა. და არ ვიცი, ანუ კიდე მაგას დრო აჩვენეს, მაგრამ ძალიან დიდი რისკია. თან იმ ყველაფრის ფონზე რაც ჩამოთვალე უკრაინა, რავი, კისინჯერიც რო არის ურთიერთობები ევროპასთან, ვერ დაბრუნებული ჯერჯერობით ინდუსტრია და იქ ნუ ბევრი საკითხები რა, რაც არის. ანუ ესეთ შემთხვევაში ახასიათებს იმპერიებს, როდესაც ესე უშვებენ. ხო, ანუ ალბათ ვაბანკზე წავიდა, რომ რაღაცა მაგით გადაფაროს. ეს კისინჯერის ისაც რომ არის, რომ ირანს ის განიხილავდა როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის შესუსტების, ხო? რა თუ კი ეს ისე რაღაცა პროდასავლური გახდება, ალბათ შესუსტება. ზეითად რაზე ხო იმაზე იყო გასვლა, რომ ეხლა აჩვენებდნენ ისლამური სახელმწიფოს სისუსტეებს და საზოგადოება გამოვიდოდა და მოხდებოდა რევოლუცია. რატომ არ მოხდა ესე? ალბათ ისევ ირანული ალბათ ხო, ირანული ეთნოფსიქოლოგია უნდა იცოდე ძალიან კარგად, როცა რაღაცას აკეთებ, როცა რაღაცას გეგმავ, უნდა გესმოდეს, ანუ რა ხალხთან გაქვს ურთიერთობა და ძალიან შორსაც რო წახვიდე, აგერ ირან-ერაყის ომი შეგიძლია განიხილო ერთ-ერთ მაგალითად და იხემძღვანელო მოკლედ შემდგომში. ეს 80-იანებში როცა დაიწყო ეს კონფლიქტი, 80 წელს ხო.
მაშინ ირანული საზოგადოება იყო ალბათ ბევრად უფრო დაქსაქსული რა და ბევრად სერიოზული კრიზისი იყო ქვეყანაში. ზოგი თუდეს პარტიაში იყო, ზოგი რაღაცა მოჯაჰედინე ხალხში იყო, ვინსად იყო ვერ გაიგებდი და ამ დროს ეს რაღაცა ცდილობს ისლამური ძალები რომ ეს რევოლუცია საიმისო და ისლამურად გააფორმოს, არა და რეალურად ყველა მონაწილეობდა, ყველა ვინც ანტიროიალისტი იყო, ჩართული იყო მაგ რევოლუციაში. მაგრამ შემდგომ ესე გაფორმდა უბრალოდ. და მოკლედ სერიოზული დაპირისპირებებია, იქ გენერალიტეტი დახოცეს თავისი საკუთარი, თუ ვინმე ესეთი მნიშვნელოვანი, ინტელექტუალური ელიტა იყო, გაქცეული იყო ქვეყნიდან. ამ დროს იქეთ არის ერაყი, რომელიც იმ დროს საკმაოდ ძლიერი ქვეყანა იყო. იმიტომ რომ ეს ნავთობი ჰქონდათ, კარგად ყიდნენ იმ ნავთობს და მდიდარი ქვეყანა იყო და ამას უკან ედგა დასავლეთი თავისი ტექნოლოგიური და არა მარტო ტექნოლოგიური მოკლედ დახმარებით იქეთ საბჭოთა კავშირი, მოკლედ ყველა იყო ირანის წინააღმდეგ და როცა რაღაცა ეს გარეშე ტერის ფაქტორი შემოდის ხოლმე, ეს საზოგადოება რაღაცნაირად ახერხებს გაერთიანებას. პრინციპში რა ვიცი, მე მგონი ქართველებიც ეგრე ვართ. ხო, ქართველებიც ეგრე ვართ, როცა რაღაცა საგარეო საფრთხეს ვიგრძნობთ ხოლმე, მაშინ ვიწყებთ რაღაც გაერთიანებას, ხო, ის ცნობილი მერაპოსტავას გამოსვლა რო არის, რომ რაღაც როცა ჩვენ სიამაყეზე საუბრობს. ამის მიუხედავად, აიტანს თუ არა ეს ირანელები თუ კი უფრო შორს წავა ეს პროცესი და ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ რაღაც ბაზას გაუნადგურებენ, ხო? აიტანს ეს ამტანია ირანული საზოგადოება რთულია მაგაზე ლაპარაკი, ახლა ვინ როგორი ამტანია და ვისი გაძლება შეუძლია. ფაქტი არის ის, რომ ეგ ხალხი ფაქტიურად 45 წელია პრინციპში გაძლების ქვეშ არიან, იმიტომ რომ ეს ჯერ პირველი ომი, მერე შემდგომ ეს პოსტომის პერიოდი, რომელიც არის მარტივი იყო. მაგრამ დადგა 90-იანებში ირანი ფეხზე, სხვათა შორის, გაიმართა, მაგრამ ეკონომიკურად და შემდგომ უკვე ის თავიდან აჰმადინეჟადი მოდის, ეს უკვე კულმინაცია იწყება უკვე რა, დაპირისპირების და ეკონომიკური ვარდნების, სანქციები და ყველაფერი. არ ვიცი, გამოფიტულია შეიძლება ხალხი, შეიძლება არ არის, ძალიან რთულია ეხა მაგაზე ლაპარაკი. ეხა ვიღაცამ რო თქვას, რომ ამდენი 45 წლიანი კრიზისი და ომებმა გამოფიტა ირანული ხალხი და რაღაც ეგეც მისაღები ის იქნება ჩემთვის არგუმენტი. და ვიღაცამ რო მითხრას, რომ არა, ეხა ეს დამატებით ძალას მისცემს ვიღაცას, ეგეც მისაღები არგუმენტი იქნება ჩემთვის რა. რეალურად ხარეს ვკითხულობ, შენ უფრო იცნობ ირანის საზოგადოებას, ხო და ერთი არის რომ კი სამშობლოს განცდა ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე არის რომ ამ რეჟიმისთვის ღირს ირანის განადგურება, ეგეთ შეკითხვა რო ესე დაისვას. ამ რეჟიმისთვის ირანის განადგურება ღირს თუ არა? ახლა მე მოვაკვირდები სოციალურ მედიას და ძირითადად არის ეგეთი ტრენდი, ორად არის გაყოფილი ახლა ირანული საზოგადოება, გინდა ირანში მაცხოვრებელი, გინდა საზღვარგარეთ მყოფი. ორივეს აქვს განსხვავებული დამოკიდებულება. ერთი ამბობს, რომ ეს რაც დაგვემართა, ეს ყველაფერი არის ხამენეის და ისლამური რესპუბლიკის ბრალი და ეს არის ხა ჩვენთვის შანსი, რომ თავს უშველოთ. მეორე იძახის, რომ კი მე არ მიყვარს, ეს ისლამური რესპუბლიკა, ბძულს მოკლედ ეს ულემები, მაგრამ ეხლა ეს რაც ხდება, რომ მოკლედ ჩემს ქვეყანაში ომია, მე ამის ხარჯზე არ მინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო რა. ძალიან გაორებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, მესამეც არის ხო, ვისაც უნდა რომ ეს სისტემა შეინარჩუნოს, იმიტომ რომ ბენეფიციარია რაღაცა მხრივ და რაღაცას სარგებელი აქვს. უბრალოდ ხო იდეოლოგიურად წამს, რომ ეს არის მართლა ის რაც არის. ხო, მაგრამ შეკითხვა ხო? შეკითხვა იცი რა არის, რეალურად ეხლა მაგაზე საუბარი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეხლა გარდა ცაზე დომინაციისაც ისრაელს აქვს, ძალიან აქტიური საინფორმაციო ომი მიდის ირანში, ზე აქტიური. ის რომ მაგალითად გუშინ სედაოსიმა ეგეთი, როგორც ჩვენთან არის პირველი არხი და თავარი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაგას რო დაარტყეს რა, ეგეც საინფორმაციო ომზე გავლენის მოხდენის მცდელობა არის. კიდე იქ სოციალურ მედიაში ჩდება რაღაცა იქ მოწოდებები,
სხვადასხვა ირანელი სელებრიტების მხრიდან რა, ვინც საზღვარგარეთ არიან, რომ აი ეს არის შანსი, უნდა გამოვიდეთ ეხლა რაღაცა ხდება მაგის პედალირება, რომ ხალხი გამოიყვანონ გარეთ, იმიტომ რომ ეხლა ცაზე დომინირება კარგია, ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი არის, მაგრამ ანუ ეგ გაფორმდეს გამარჯვებად, მაგას ჭირდება ხმელეთის დაკავება. და მაგის ჯარით გაკეთება, ну, ეხლა შენც კარგად ხვდები და მე მგონი ყველა კარგად ხვდება, რომ ეგ არის შეუძლებელი. ანუ ქვეყანას აქვს უმძიმესია ისეთი ძალიან რთული რელიეფი, თითქმის, რავი, მე მგონი 60% თუ უფრო მეტი არის უდაბნოები, ან ხრიოკები და რაც არის ურბანული ნაწილი, ისეთი მჭიდროდ დასახლებული, რომ იქ რაიმე სამხედრო ოპერაციების ჩატარება ძალიან რთული იქნება და დიდ ხორპლს მოითხოვს ალბათ. ხო და შესაბამისად ყველაზე ეს ჭყალებში რო ვთქვა, იაფიანი გამოსავალი ისრაელისთვის იქნებოდა ეს, რომ მოაწყოს იქ რევოლუცია. და ხო, ანუ ამას ცდილობს რა. ხო და ეხლა არის რეალურად, ანუ ერთი ფრონტი ის, რაც არის საომარი ფრონტი და მეორე ფრონტი ეს არის ირანელი ხალხის გონებასა და გულში რა. რომელი მოახდენს უფრო, ანუ რომელი გადაწონის, ანუ ისრაელის არგუმენტები, რომ ეგენი ცუდები არიან და მოდი ახლა რევოლუცია მოაწყოთ, თუ ისლამური რესპუბლიკის ისენი, რომ კი შეიძლება ჩვენ ცუდები ვართ, მაგრამ სამშობლოს ჭირდები და უნდა დავდგეთ რა ერთად. ნახოთ აბა რომელი გაიმარჯვებს. გეოპოლიტიკურად რო ავიღოთ, ხო? ირანი იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატების აბსოლუტურად ესეთი ჩართულობა იქნება. როგორ გონია შენ ისეთი სახელმწიფოები, როგორიც რუსეთი, ჩინეთია, ეს გვერდზე გადგებიან ამ სიტუაციაში? ну ამერიკის რაღაც ჩართვა ეხა მაგაში კარგი მე თავის გასასამართლებელი შეიძლება საბუთი აღმოჩნდეს მაგალითად ჩინელებისთვის ან ნებისმიერი ვინც ან პრინციპში რუსეთი ხო სტრატეგიული პარტნიორია ну კი იქ არ არის ისეთი ღრმა და ყოვლისმოცველი სამხედრო და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობა იქ კი ტექნოლოგიური რაღაცები არის თავდაცვის სფეროში მაგრამ ის რომ ალიანსი მაგაზე არ არის ლაპარაკი და მოკლედ გუშინ იყო ძალიან საინტერესო რაჯაბ საფაროვია ეგეთი საინტერესო კაცი მე მგონი მოსკოვის ანუ აღმოსავლეთ სოდნეობის ინსტიტუტის თუ ირანის სოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელია რომელიც პრინციპში რუპორის როლს ასრულებს ხოლმე რუსეთის მხრიდან ირანში ძალიან ხშირად ეპატიჟებიან ირანულ გადაცემაში მათ შორის ოპოზიციაში გუშინ თქვა ეგეთი რაღაცა რომ ის რაც ხდება ისრაელსა და ირანს შორის ეს არ არის ჩვენთვის სტრატეგიული დონე. ანუ სტრატეგიული საფრთხის დონე. ამიტომ რუსეთი ამ პროცესებში არ ჩაერთვება. ну ჩვენ არ ვაპირებთო რა მაგაში მონაწილეობას თქვენ თვითონ გაერკვიეთო რა. ხო და ჯერჯერობით ეგრეა. რომ რუსეთი არ ჩქარობს რაღაც, მაგრამ თუ ამაში ამერიკა შემოვა და მით უმეტეს სახმელეთო ოპერაციებს რაღაც დაიწყებს, დიდი ის იქნება, ანუ საჩუქარი იქნება ეს რუსებისთვის და იგივე ჩინელებისთვის, რომ თუ ალბათ რა თქმა უნდა პირდაპირ არ ჩაერთვებიან, მაგრამ რაღაც იარაღს ჩაიტანენ იქან რაღაც ფინანსებს რაღაც, როგორც ხდება ხოლმე რა, რომ ერთი დიდი ქვეყანა მეორე დიდ ქვეყანას ეომება სხვა მესამე პატარა ან შედარებით მცირე ზომის ტერიტორიაზე. ვიეტნამიზაცია ავღანეთი, ანუ რაც ხდება ხოლმე რა, ძალიან მარტივი სტრატეგია. ნახე, მოდი ესე ვიმსჯელოთ რა სტრატეგიული ამოცანები შეიძლება დაისახოს მიზანს შეერთებულ შტატებმა. აი ჩავთვალოთ, რომ სამხედრო რაღაც ექსპანსიით შეძლებს რაღაც ტერიტორიების დაკავებას, რა, როგორც თავის დროზე დაიკავა ერაყის ტერიტორიები, ხო? მე რა ხდება, ანუ აქვს ესეთი ალბათ რეზას მოყვანა რა და ახლა ისა მონარქიის აღდგენა. ან ერთადერთი ჯერჯერობით რაც ჩანს, აი აბსტრაქტულად მაინც ეგ არის, ანუ მე ისეთი აი აქტიური დისკუსია რომ ირანის რესპუბლიკა, რაღაც დემოკრატიული რესპუბლიკა რაღაცა ჯერჯერობით არ მესმის, მაგრამ აქტიურად რაც მუსირებს ირანულ საზოგადოებაში, თვითონ ირანშიც და ნუ საზღვარგარეთაც ეგ არის მონარქიის რესტავრაცია. მაგრამ ამ მონარქიას უკვე დიდი ხანია დასაყრდენი აღარ აქვს საკუთარ, ანუ ვინც ყავდა ისინი დასაყრდენი, მაგრამ უბრალოდ ირანული ფსიქოტიპი და ირანული კულტურა ეს არის მონარქიული კულტურა. ანუ ირანს არასდროს არ ქონია რესპუბლიკა. იყო იქ ცდილობები, თქვა კონსტიტუციური გააკეთეს კონსტიტუციური რევოლუცია, ყაჯარები გააგდეს ქვეყნიდან, პრეზიდენტი, პრემიერი, მაგრამ იმ რეზამაც თავი მე მაინც ბოლოს მეფედ გამოაცხადა და დაარსა ფეხლებების დინასტია. აი
ირანული ესე იგი პოლიტიკური კულტურა ეს არის მონარქისტული. ანუ სხვანაირი არ ყოფილა რა. ნუ იყო მცდელი იგივე მოსადეს ეს ხო იმის პრეცედენტს ქმნის ავღანეთში რაც მოხდა. რომ გასვლა და თალიბანის მოსვლა ერთად იგივე იყო. კი, მაგრამ აი თალიბანი ამ შემთხვევაში ის რაც ცადა დასავლეთმა ავღანეთში გაეკეთებინათ რა, რომ რაღაცა იქ შეექმნათ ლიბერალური დემოკრატია თალიბანის ადგილას და იმ საზოგადოებაში სადაც ჯერ კიდევ აი რაღაც თემობრივი, რაღაც ტომობრივი, აი მართლა ფეოდალურშიც არ არიან ბოლომდე გადასულები რა, არ იყვნენ. აი იქ ხო იქ არ გამოდიოდა, მაგრამ ანუ ირანში ახლა მონარქისტული წყობა ძალიან ესეთი მიღებული სისტემა იყო, ჯერ კიდე არსებობს ის ხალხი, ვისაც ახსოვს მოამად რეზა, უკვე კარგად ხანში შესულები არიან, მაგრამ ახსოვთ. და ვიღაცებს რაღაც სენტიმენტებიც აქვთ. ეხლა მით უმეტეს ახალგაზრდებში უფრო მეტად არის, ეგ სენტიმენტები, როცა ხალხს ველაპარაკებოდი. აი პარკში ან სადღაც გავიდოდი ხოლმე. აი ასაკის ხალხს უფრო ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ კი რაღაცები კეთდებოდა, რაღაცა განვითარება იყო მოამად რეზას დროს, მაგრამ აი ეს მინუსებიც იყო, რაღაც მინუსებს ჩამოთვლიდნენ ხოლმე. აი ახალგაზრდებში, იმიტომ რომ არ ახსოვთ ეგ მინუსები. აი პირდაპირ რაღაცა აღდგინებით ლაპარაკობენ, რომ მონარქია რომო ყველაფერს ეშველება. ესე იგი არის ეს რაღაცა სენტიმენტები, მაგრამ მოდი ესე თქვა აი ეს ხა ეგ ლაპარაკი ძირითადად არის რაღაცები დაშვებაზე რა. ქვეყანა სადაც ინფრასტრუქტურა განადგურებული იქნება, სადაც ნუ რაღაცა პოსტსაომარი მდგომარეობა იქნება. რა ხელისუფლება როგორ შეიძლება იქ იყოს რაღაცა მყარი. მით უმეტეს თუ მონარქისტული ტიპის სახელმწიფო იქნება, ხო? იყო რაღაცე სხვა ელემენტები იქნება მაშინ ეგ ჩართული. აი, ამიტომ ზოგადად ახლო აღმოსავლეთში რატო არის, რომ აღმოსავლეთი ყოველთვის არის ტირანიული. ყოველთვის არა ტირანიული, რატომ არა ყოველთვის ტირანიული? ეხლა შეიძლება რაღაცა ეს ისრაელმა რაღაც თავისი სახელმწიფო სისტემით და რაღაცა სხვანაირი რაღაც მოდელი და პრეცედენტი შეიქმნა, მაგრამ რო გადახედო იქ ან მეფეა, ან ხალიფა, ანუ ყოველთვის არის ერთი თავარი და სხვა დანარჩენები. ანუ თუ რაღაც დასავლური ხო არის ეგეთი სტრუქტურა, რომ იქ არის მეფე, ანუ შრეებია რა. აქ არ არის აღმოსავლურ განსაკუთრებით ისლამურში. არსად არ არის. არის სულთანი და ყველა დანარჩენი. ანუ ერთადერთი თავისუფალი ეს არის სულთანი, სხვა დანარჩენი. ამიტომ იყო ხოლმე, რომ ეს მაგალითად ქართველი რო ვიღაცა მონად მოხდება და ძალიან მარტივად ხდებოდა, რავი, პირველი ვეზირი მაგალითად. იმიტომ რომ იქ აი ეგ ელემენტი. ხო, აი ეს კიბეები და რაღაცები არისო რა, ანუ აღმოსავლურში. აი ეგ მომენტია. ხო და ამიტომ იქ როცა ხარ, აი იმ ადგილას სადაც დგახარ, უნდა იყო ტირანი. ესე აი რო შევადაროთ თურქული პოლიტიკა და ირანის პოლიტიკა პალესტინასთან მიმართებაში. არანაკლებ აგრესიულია ისრაელთან მიმართებაში თურქეთი. მაგრამ ჩვენ ხედავთ რეალურად სირიაში ერთ და იგივე საქმეს აკეთებენ, ხო ესე? ანუ აზერბაიჯანში როგორი თანამშრომლობა? აზერბაიჯანში თანამშრომლობა, ანუ ნახე კი ეგ ისლამურ სენტიმენტებზე წყალს ასხავს თურქეთი, მაგრამ მან ახლა ეგ ჩაერთოს იქ და მართლა პროქსიომი აწარმოოს ისრაელის წინამდე თავში არავის არ მოუვა აზრათაც, ხო? აი ირანს ხო იგივე შეეძლო. ეწარმოებინა რაღაცა ეგ რიტორიკული რაღაც. მაგრამ ხო, ალბათ ისევ მანდაც ალბათ ადამიანური მომენტებია მთავარი, ანუ იქ სულთანი ესეთია, აქ ეგეთია სულთანი და მარტო სულთანი ხომ არა, აქ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რაღაცა იდეებიცა, ხო? თუ კი, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერი სულთნის ირგვლივ არის აწყობილი. ანუ ზუსტად ეგ არის აღმოსავლური იდეა და აღმოსავლური მართლობის სტილი, რომ არსებობს სულთანი. ეხლა შეიძლება, მონარქია არ არის, როგორც ასეთი კლასიკური გაგებით და არის რაჰბარე რაღაცა ენღელაბე ესლამი ქვია, რავი ესე რა, ისლამური რევოლუციის ლიდერი. მაგრამ შინაარსობრივად მაინც იგივეა რა, ანუ მაინც ისე იქცევა.
აბსოლუტური ძალაუფლება აქვს რა. იმიტომ რომ მან რეგიონში ეგრეა მიღებული. რომ მოხვდები იქ, ტახტზე რომ დაჯდები, უნდა მოხვდე, იქცევი ის, როლს ირგებ რა, ეგ არის დაკვეთა საზოგადოებისგან. სხვანაირად არ გიღებენ უბრალოდ რა. ხო არა მე სხვანაირად ამბობდი გეოპოლიტიკური მიზნები იქ რაღაც ისრაელია აგერ ხო შენი გეოპოლიტიკური მიზნები ერგება იმ როლებს და იმ მოთხოვნებს ხშირ შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მაშინ რატომ იყო ბოდიში ესეთი რაღაც განწყობები სირიაში ჩავარდნის შემდეგ რომ აი აქ არ ჯობდა რომ აქ ჩაგვედო ფული ეს ხო ანუ ეს საზოგადოების მოთხოვნა არ ყოფილა რომ სირიაში შენ აი და მაინც რაღაცა ქონოდა ხო ძალიან ესე ზედაპირულად ეგრე ჩანს მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე აი პოლიტიკური და აი კულტურული მომენტების და ნიუანსების გაგება სხვადასხვა სახელმწიფოებში რა ანუ ერთის ხრივ შეიძლება შეხვდეს ირანელი ვინც აღშფოთებული არის ისლამური რესპუბლიკით და შეზღუდულად გწნობს თავს რა და იხრჩობა მაგრამ მეორე სწორედ თან მაგრა ესე იგი მოწონდეს ყასემ სულეიმანი და ის რომ მაგალითად დღემ ტელეფონში კონდეს დღემდე შენახული ის ვიდეო როგორ აკავებს ირანული პატრული ამერიკულ გემს რა და ამით სიამაყეს განიცდის ანუ ეგეთი მომენტი ანუ რაღაც გაორებები არის რა ანუ ერთ მოკლედ რეჟიმი არ მოწუთ მაგრამ დიდი სახელმწიფო უნდა ანუ ზოგადად ახო აი ეგ არის რა აღმოსავლური მამა არასდროს არ არის მოკლედ მობიერი აღმოსავლურ კულტურაში ესეთია ტოქსიკურია მაგრამ ეგეთია რა ანუ სხვანაირი არც არასდროს არ ყოფილა მანდ მამა ანუ ყოველთვის ტოქსიკური იყო და სხვანაირი ხო ალბათ მომავალშიც სავარაუდოდ ვერ იქნება იმიტომ რომ აი სიმკაცრე და რაღაც ეგეთი მოთხოვნა იქიდან ანუ შენ მას პიროვნებების დონემდე დახავს რა. კი, ანუ აღმოსავლეთში ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნება, განსაკუთრებით ირანში რა. იმიტომ რომ რაღაც აი მაგ მიმართულებითაც როცა საქმე საქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და რაღაცებს უფრო მნიშვნელოვანი არის პიროვნებები ვიდრე ინსტიტუტები რა. და მაგას ძალიან ხშირად ამტკიცებს ხოლმე, აი თუ შეხედავ ქვეყნის მოქმედებებს, თქვა ან რიტორიკას თუ შეხედავ ლიდერის ან ისეთი მაღალი დონის ფიგურების, ანუ იქ პიროვნებები უფრო წყვეტენ რაღაცებს. ან თვითონაც რო შეხედავ კონსტიტუციურად ისეა მოწყობილი ქვეყანა რა, ანუ არსებობს იქ თქვა აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფალი, ამის პარალელურად რაღაცა ეგრეთ წოდებული watchdog-ები არიან, ანუ სხვადასხვა ანუ ჩვეულებრივი ორგანოები, რომლებიც ამათ აკონტროლებენ და კიდე არსებობს ზემოთ აი ის, ანუ ლიდერი, სულიერი ლიდერი, რომელიც შინაარსობრივად მაინც სულთანია და აქვს აბსოლუტური ძალაუფლება და რომელსაც შეუძლია ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს. ან ნებისმიერ ან ყველაფრის უფლება აქვს რა. და ეს ყველაფერი კონსტიტუციურ დონეზე არის. ეგრე ფორმალურად ინგლისის დედოფალსაც აქვს კონსტიტუცია ვეტოს დადების უფლება და კი, მაგრამ იქ აი აქ უფრო მეტი უფლებებია, ანუ თითქმის ანუ იგივეა რაც აბსოლუტური მონარქია რა. რო შეხედო შინაარსობრივად იმხელა ძალაუფლება აქვს. აი ერთი აი ხ გამახსენდა ეგეთი მომენტი ფათალი შაჰის დროს ესე იგი ყაჯერებს ძალიან უნდოდათ მოკლედ რომ რაღაცა ეს მოდერნიზაცია გაეკეთებინათ ირანის და მოკლედ აქტიურად იქირავდნენ ამ დასავლელ ექსპერტებს სხვადასხვა მიმართულების და ერთი ეგეთი ეს არსებობს ისტორიული წყარო რომ ეს ფათალი შაჰი შეხვდა ბრიტანეთის ელჩს და მოკლედ მომიყევიო რა შენ ქვეყანაზე და ამან მოუყვა თავის ქვეყნის სისტემის შესახებ რა და კონსტიტუციური მონარქია როგორიც არის და სიცილით მოკვდა. ჩვეულებრივი ის ყოფილაო რა მაღალჩინოსანიო შენი მეფე ვარ რა. მე აქ ყველაფრის უფლება მაქვს რასაც მინდა იმას გავაკეთებო. კიო მართალიაო რომ შენთან უფრო სტაბილურობა არისო, უფრო მოწესრიგებულია, მაგრამ იცი რა აქ უფრო ის არისო რა. უფრო სახალისოაო ესეო და უფრო ეფექტურიც არისო. და იქ ხო კიდე მემკვიდრეობაზე ქონა ძალიან საინტერესო მოსაზრება რა ფათალი შაჰს რომ ეს კი ესეც კარგია რომ ეს მემკვიდრეობით გადადისო და ეგეც დალაგებული გაქვთ მაგრამ მე რომ მოკვდებიო ჩემი შვილები ერთმანეთს დახოცავენო რა ტახტის გამო მაგრამ ეგეც არ არისო რა ტრაგედია იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი დარჩება და ქვეყნისთვის კარგიაო რა აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებებია რა ხო მაგრამ ეგ სისტემები ხო ისე იზოლირებულად არ არსებობს ესა კონკურენციაში ოფის სისტემა და სხვათა შორის აი ირანზე ძალიან საინტერესო ლექცია აქვს ერთი ალიანსი არის რა ალბათ დღესდღეობით ყველაზე მაგარი
ირანის ცოდნია რა. ბრიტანეთის ირანის ცოდნეობის საზოგადოების ხელმძღვანელი და სენტ ენდრიუს პროფესორი და მოკლედ ძალიან საინტერესო კაცი. და ან ლაპარაკობს ირანზე როგორც აი სოფლიო კულტურაში რა წვლილი აქვს შეტანილი რა ცივილიზაციაში და ის რომ ევროპა ანსარი ამბობს ძალიან დიდი დამსახურება ირანის იმიტომ რომ ბერძნებმა ან სუთავიდან როცა ბერძნები და ირანელები ანუ სპარსელები შეხვდნენ ერთმანეთს ან დიდი სხვაობა თითქოს არ იყო რა კულტურულად და მან ბერძნებმა დაიწყეს პროექცია მოკლედ სპარსელებზე და მოკლედ თავიანთი კულტურა შექმნეს როგორც ანტი-ირანული, ანტი-სპარსული კულტურა რა. რომ ანუ თავის იდენტობას ესე იგი აყალიბებდნენ იმაზე რომ როგორი არ ანუ როგორ არ უნდა ყოფილიყო ხო როგორ არ უნდა ვიყოთ სპარსი და ამან მისცა აი ბიძგი მე ამ მოკლედ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებას რა როგორც ანსარი ამბობს. ხო რა ეს არის აი კი ხო რო აკერდები არის კი. და აი ხო აი კი კონტაქტები იყო მაგრამ მე კონტაქტები არ იყო იმისკენ რომ ერთმანეთს იზიდავდნენ პირიქით განიზიდავდნენ ხოლმე ან ბიძგს აძლევდნენ ერთმანეთს რომ რაღაც ინდივიდუალურობა შეენარჩუნებინათ რა ისე როდესაც შერწყმა ხდებოდა ყოველთვის რომ ირანული ელემენტი ძალავდა მაგალითად ელინისტური სახელმწიფოები ხო ყველა დემოკრატიები მოიშალა ხო და მონარქიები გაჩნდა უცბად ამ ხო რაღაც მე მგონი ლეონიდასის წერილში არის ხო იქ რაღაცა იქ მონებს რო უწოდებს რა ამ სპარსელებს რო და რაღაცა ჩვენ თავისუფლები ვართ რაღაც ბერძნები და რაღაცა წერილში არ მახსოვს მე ჰეროდოტესთან ვიცი რომ ეს აქვს რომ აი რას შენ თქვი ხო თუ ჰეროდოტეში იქ თქვენთან ერთი თავისუფალი კი ერთი თავისუფალი და ეგ პრინციპი ყოველი წელი გავიდა და ომის შემდეგ იყო კი ომის შემდეგ იყო მაგრამ ეგ პრინციპი რაც მაშინ იყო რა ეგ პრინციპი დღემდე ანუ მოყვება აღმოსავლეთს რომ ერთია თავისუფალი დანარჩენი ყველა მონა ხან ვეზირი ხარ პირველი ვეზირი ხან ბაზარში გაყიდული მონა ხარ ხან რა ვიცი მაგრამ მონა ხარ მაინც რა ანუ იმასთან შედარებით იმ ერთთან დიდი მადლობა ბაკო იმედია თქვენთვის საინტერესო იყო მე არ მინდოდა უბრალოდ ეს გამემახვილებელა ყურადღება მარტო მიმდინარე მოვლენებზე არამედ რაღაცა პატარა ისტორიული და კულტუროლოგიური მოდი ესე ვთქვათ დისკუსიას გქონოდა იმიტომ რომ იმისთვის რომ განვიხილოთ გარკვეულწილად რაღაცა რეგიონი საჭიროა ვიცოდეთ ამ რეგიონის შესახებ მისი კულტურის შესახებ და მისი ისტორიის შესახებ და რასთავარია ვიცოდეთ ვიცი ფსიქოტიპები როგორ რა ფსიქოტიპები აქვს ზოგადად ადამიანებს ჩვევია ერთი ცუდი რაღაცა რომ ჩვენ ფსიქოტიპებს ვარგებთ სხვებს და გონია რომ ჩვენერად აზროვნებენ და არ აზროვნებენ ჩვენერად სხვები ყველა ცივილიზაცია განსხვავებულია ყველა რაღაცა კულტურაც მეტნაკლებად განსხვავებულია და ყველა საკუთარ ფსიქოტიპს ქმნის ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით უფრო მეტი და უფრო ნათელი სურათი გვერქმნება მიმდინარე მოვლენებს ამიტომ ვიცოდეთ ეს საკითხები დავინტერესდეთ ამ საკითხებით ირანი არ არის შორეული ქვეყანა იქ სულ ახლოს არის და თუ რამე მოხდება ირანში კავკასიაში აუცილებლად აისახება ეს იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს გადაცემა დაწერეთ კომენტარები აუცილებლად და აუცილებლად გიპასუხებთ მადლობა ყურადღებისთვის მომავალ შეხვედრამდე